მადლობთ. მოგესალმებათ ვანო შოუ. თავარი იუმორისტული შოუ თავარ არხზე. მინდა დავიწყო ბოდიშით და მონოლოგით დავიწყებ, მე იქნება ნომრები, სტუმარი და ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, არ ვიცი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს, რამდენ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ, არ ვიცი, ეს რა იყო, რა კვირა არის, რა უბედურებაა. მოკლედ დავიწყოთ. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მოკლედ სულ რაღაც თვენახევარია, რაც 2021 წელი დაიწყო და უკვე ბიძინა წავიდა, გახარია წავიდა, ხომ გვეგონა რომ უკეთესი წელიაო, მაგრამ არა. ეგრევე ჩაგვაშხამეს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს. უკვე მეორედ ისე არ არის ცუდი კანდიდატი, ღარიბაშვილი ქვეყანას ააწყობს საათივით, საკუთარი კორუფციული გარიგებების ხარჯზე შეძენილი ძვირადღირებული საათები რო აქვს, არაჩვეულებრივი საათები აქვს. ესე ააწყობს საათივით რა. რა ვიცი, აი როგორ გისხათ. ერთი სიტყვით საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა ერთადერთი ვისაც გაუხარდა ჩემი აზრით არის ვასო ფხაკაძე მართლა გეუბნებით მართლა ვისაც გაუხარდა არის ვასო ფხაკაძე და მინდა ვასო ფხაკაძეს ბატონო ვასო როგორ ახართ ძალიან მიხარია რომ გაგიხარდათ პრემიერ-მინისტრად თუ დაინიშნე ბატონო ის იყო პირდაპირ ეზოდან მოვიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრად ბატონო და საით ბოტასები და ფეხბურთს ამოშე ბიჭო პირდაპირ როგორც ეგრევე მოვიდი ბატონო გასაგებია უბალანსესი უნიუსესი ბოტასები ბატონო გასაგებია და ვისი გადაწყვეტილება იყო თქვენი მინისტრად დანიშვნა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო ბატონო ანუ რითვისაც უღრმესი მადლობა ბატონო ბიძინა იმანიშვილს დიახ ბატონო უღრმესი მადლობა უსენსიტიურესი უკიდეგანო მადლობა ბატონო ბიძინა იმანიშვილს კარგი დიდი მადლობა გილოცავ მარიანას ღრმულზე უღრმესი მადლობა ბატონო ბიძინა იმანიშვილს კარგი იყო დიდი მადლობა ღრდავაკელი ღრმესი მადლობა იგი მადლობა წარმატებებს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ კარგი იყო კაი შემოსვლა იყო მომწონს მადლობთ უღრმესი მადლობა თქვენს მოკლედ ესე იგი გავაგრძელოთ მოკლედ მოგიყვებით როგორ მოხდა ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენა ფასილიტატორებმა დაურეკეს ბიძინას რა შვებიო ეხლა მიდიხარო თუ ამატეფო კიდეო და ბიძინა ვამატეფო და მეორე წრეზე დასვეს აგერ ღარიბაშვილი მოკლედ ბიძინა ცუდ მასწავლებელს დაემსგავსა ქვეყანაში გაჭირვება და მინისტრები სულ იგივე გვაქვს ამ ქვეყანაში რა ვქნათ ისე სიმართლე გითხრათ გახარიას წასვლის შესახებ რომ გავიგე ცოტა ამეტირა რატო იმიტომ ამეტირა რომ კაცი ვალ და ცრემლებიანი ვარ მაგიტო ამეტირა კაცი ვარ და ცრემლებიანი ვარ ერთი სიტყვით გახარიამ ჭკუა იხმარა მან მეორედ ხალხის დარბევა აღარ შეიტენა და წავიდა ფაქტიურად ოცნების ნავიდან რომელიც უკვე ფსკერისკენ ეშვება ბოლო წამს მოასწრო გადმოხტომა ეხლა მთავარია ბიძინა თუ მისცემს ნაპირზე გამოცურვის საშუალებას ზოგადად ჩვევია ამ კაცს ესეთი რაღაცები რომ არ აძლევს საშუალებას შეიძლება ითქვას რომ გიორგი გახარია გადაყვა ნიკამელიას საქმეს მაგრამ ოპოზიციაში ნუ გიხარიათ ასე მარტივად არ არის საქმე გუშინვე გამოვიდა ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა გიორგი გახარია ძალიან მარტივად გუნდიდან წასვლის გამო და მკაცრად განაცხადა რომ ნიკამელიას მაინც დააკავებენ მოკლედ ეს კობახიძე რა დაუნდობელია რომ დავაკვირდი რა ძალიან დაუნდობელი კაცი ირაკლი ფრთხილად იყავი ალეკოს რაც დაემართა ის არ დაგემართოს ირაკლი ის არ დაგემართოს აი ესეთი მივხვდით ხო ინტონაციით რაც ვიგულისხმე მოკლედ რომ თქვათ ოცნება ძალიან დიდ შარშია ყველაფერი კი სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო მივყვეთ ქრონოლოგიურად ერთპარტიულ პარლამენტში შეიკრიბნენ დეპუტატები და დაიწყეს მსჯელობა ნიკამელიას საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნაზე ძალიან საინტერესო ფრაზებს ისროდნენ ხტომის დაწყებამდე ნახოთ რა განცხადება გააკეთა ქალბატონ ელისო ბოლქვაძემ თქვენი გადაწყვეტილება რა იქნება პირადად ნიკამელიასთან დაკავშირებით მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტშიო ქალბატონ ელისო პირადი გადაწყვეტილებები რომ არ შეგიძლია მიიღოთ მაგიტომ ხართ ქართულ ოცნებაში ისე დაკვირვებული ვარ, აი დავაკვირდი, რომ ქოცების მესამე მოწვევის პარლამენტია და ყველა მოწვევის პარლამენტში აუცილებლად ყავთ მინიმუმ ერთი არაადეკვატური ადამიანი. დაკვირვებული ხართ. ერთი სუყავთ
გამორჩეულად, მაგრამ ხანდახან არის 3 ყავთ, 4 ყავთ, მაგრამ აი ახლა რაღაცა კონკურსი ჩაატარეს ეთყობა და ერთი საუკეთესო ყავთ გამორჩეული. მე პირადი გადაწყვეტილება არ შემიძლია მივიღო პარლამენტშიო, მე ვემხრობი უზენაეს, ვემხრობი კანონსო, ქალბატონო ელისო, ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. დაუკარით რა. აი რაღაც უბრალოდ დაუკრათ. ოცნების დეპუტატები იძახდნენ მელიას თუ არ მოუხსენით იმუნიტეტი ჩამოგვეშლება დემოკრატიული სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობაო. მართალია თან რა ნაგებობები აქვთ, ზოგს 3 სართულიანი, ზოგს 4 სართულიანი, რა ტენდერები, რა ნერვიულობა, ამ ყველაფრის წყალში ჩაყრა გინდათ? ვერ მოგართვით ქართული სახელმწიფოს ხარჯზე ნაშენებ დემოკრატიულ ბაითებს, ასე მარტივად ვერ ჩამოშლით. მოკლედ დაიწყო კენჭისყრა და მელიას იმუნიტეტის მოხსაზე 88 დეპუტატმა მისცა მომხრე და 2 წინააღმდეგი. ეს 2 ხმა მივხვდით ალბათ ვინ იყო. უცებ დიდგორი გამახსენდა. ოპოზიციას 2 მეომარი გამოეყო, ალეკო და მეორე. ისინი ქართული ოცნების ურიცხვი დეპუტატებისკენ გაემართნენ. ყველას ეგონა რომ ისინი მოწინააღმდეგის მხარეს გადადიანო, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ მოულოდნელად იშიშვლეს პულტები და 2 წინააღმდეგი ხმით ეკვეთნენ მტერს და თავზარი დასცეს ქართულ ოცნებას. ძლევა ის საკვირველი დიდება გმირებს. დიდება გმირებს. საერთოდ მე მგონი ნამდვილი მესამე ძალა ალეკო ელისაშვილია. სულ რო ველოდით, ხო იცით, რო გამოჩნდებოდა მესამე ძალა, აი ვიპოვეთ ხალხო. უბრალოდ ამ შემთხვევაში ლევან იოსელიანია მაინც გაურკვევლობაში. ალეკო თუ მესამე ძალაა, მე მესამე ძალის მეორე გამოვდივარო თუ პირდაპირ მეორე ვარო თუ მეოთხეო და ბნეული ადამიანი. ალეკო ელისაშვილი კენჭისყრამდე ნიკამელიას მოუწოდებდა გირაოს თანხასო მე გადაგიხდიო. მე თვითონ თუ არა აქვსო კაცო მე გადავიხდიო, მე ჩაურიცხაო ხელფასიდანო. ამაზე ნიკამელიას მძაფრი პასუხი ჰქონდა. მოდით ნახოთ კომენტარი. ჩემი ხელი არ მომიყვანო ალეკო ეხა მაგ პარლამენტში ეს ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან. აი ეხა აგიგებ და გამოგიტან გარეთ ეხა მართლა არ მომიყვანო ეხა რაც შენი ხელფასი და გადამედი. აი ეს ავდგა და გამოგდგავ მაქედანო. ამაზე ელისაშვილს უთქვამს, უხმელია ახლა გაწეკწეკებულ საარჩევნო კოდექსს არ ველოდებოდა ეს შენ ნახე რას გიზარდიო. მოკლედ არ ეგონა ელისაშვილს რომ მელიაშიც 2 მელი არსებობდა, ერთი საქმიანი და მეორე მრისხანე. არის ეგეთი ცხოვრობს მიშკი. ნიკა, აწის შენს გაგიჭირდება ალეკოს გამოდგმა პარლამენტიდან. ალეკომ რო თქვა, მე მეორე კობახიძე დავინახეო, ხომ გახსოვთ? მაშინ დადგა სტენკა პარლამენტში. ეგ იყო და ეგა. საპარლამენტო სხდომის პარალელურად ნიკამელიას მხარდასაჭერად გაერთიანა ყველა ოპოზიციური პარტია, სხვათა შორის გიგი უგულავა ამ შეკრებაზე სანამ მივიდა, მანამდე კიევში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან. მიშა მარდამალა გიგის ვიზიტი და თქვა რომ უგულავა ჩემთან იყო, სუფრა გაუშალეო, თითქმის არ გვისაუბრიაო პოლიტიკაზეო. რაზე ისაუბრეს არ ვიცი მე, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, პოლიტიკოსების სალხინებელი იგივე განსაწმენდელი არის უკრაინაში. თუ ვინმეს რამე ცუდი აქვს ნათქვამი წარსულში სააკაშვილზე ჩადიან განსაწმენდელში და ამის შემდეგ აქვს შანსი რომ მოვიდნენ ისევ დიდ პოლიტიკაში, იმ პოლიტიკურ სამოთხეში. ანუ განსაწმენდა დაბრუნდა ესე გამოვიდა. ოპოზიციის ამ დიდ შეკრებაზე მივიდა იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი. ოპოზიციამ ისინი გარეთ გამოუშვეს, მოდით ცოტა გავერთოთ ძვირფასო მეგობრებო და მოვისმინოთ ვახო მეგრელიშვილის კომენტარი. როგორც კი აზრს დაატან, ოდნავ განსხვავებული ფორმით იტყვი, ესევე შენს მიმართ ჩდება ეჭვი. ანუ ეს რა უცნაური სამყაროა, კაცო. ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით, და ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, კარად თუ პასუხები ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხოთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგრელიშვილის საუბრის დროს ცოტა უცნაურად ეცინებოდა. აი რაღაცნაირი იყო, აი როგორ აგიხსნათ, მოკლედ ამ კაცმა შეიძლება მელიას თავისუფლება და ნამცხვარი ერთად მოითხოვოს. ტკბილი კარგი ასწორებს, მაგდოს ტკბილი ხო ქსიამონებს ადამიანს, ხო? ვახომ თქვა რომ არ ვიყავითო სასურველი სტუმრებიო და მაგიტო გამოგყარესო. მერე კადრს მიიღება ჟურნალისტს უკითხავს გალისაო და მეგრელიშვილი კი იოგი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ განცხადების მერე ის არის რომ აშკარად იაგო ხვიჩია უფრო ძლიერი პოლიტიკოსია. ნუ პოლიტიკოსი რა უფრო იტანს რა.
ამტანია უფრო შეუძლია, რა ვიცი, რა. უკავამ გააკრიტიკა გირჩის ლიდერები. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას და კიდე ერთხელ დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნელებელი ჯანმრთელობისთვისაც და რაც თავარი აზროვნებისთვისაც. მოსული იყო ორივე დაბოლილი დღეს და უნდათ როგორც ყოველთვის რასაც საერთოდ აკეთებენ ყურადღების მიქცევა. ესე იგი მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მივიდნენ და ცდილობდნენ ყურადღება მიექციათო. თურმე იაგო წყალსასხამდა კისერში მეგრელიშვილს და დავიწვით იქნება მალე გამოხვიდეო. მე ბევრი ტკბილეული უჭამია და უგულავას დაძებდნენ ციხის ისტორიები მოგვიყევიო მაგდოს ხო ისტორდება პრიკოლი ისტორიები მაინც კარგია რა გიყვარს. იაგომას უპასუხა კახას რა მოხდა მე კუკავასთან ერთადაც მომიწევიო პლანიო ისე არაა გამორიცხული კუკავაც ეწეოდეს პლანს იმიტომ რომ საარჩევნო რეკლამებში ძალიან უცნაურად იყურებოდა ხოლმე სადღაც გაურკვეველ სივრცეში რომ იყურებოდა არ ვიცი ეგეც ეჭვი შეიძლება გამოვთქვათ მოდი დაუბრუნდეთ მელიაზე ნადირობის ქრონოლოგიას პარლამენტის მიერ იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ სასწრაფო წესით დაინიშნა სასამართლო პროცესი ყველამ უკვე წინასწარი იცოდა განაჩენი რამდენიმე სამთავრობო მედიამ მოსამართლეს დაასწრეს განაჩენის გამოცხადება ბაჯაყლო ტელევიზიაზე ისე იყვნენ გააქტიურებული რომ შეიძლება მაგარხზე მელია დაჭერილია უკვე და კამერაში წყავთ გადაყვანილი ჩვეულებრივად ბაჯაყლო ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში საინტერესო განცხადება გააკეთა გოგა ხაინდრავამ სერგეი გავრილოვი ელენე ხოშტარიამ ჩამოიყვანა საქართველოშიო ელენემ არა გოგა ქართულმა ოცნებამ ჩამოიყვანა და ჩასვა კობახიძის სავარძელში ანუ შენენაზე რო აგიხსნა გავრილოვის უხოდი იყო ელენეს დამსახურება და ქვეყანაში გავრილოვის პრიხოდი იყო ოცნების დამსახურება მიხვდი ხო აი მარტივიანით გელაპარაკები შენ მიხვდი არ გირთულებ საუბარს მელიას დაკავების ბრძანება რომ გასცა პარლამენტმა და შემდეგ განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ამაზე ძალიან ზეიმი ატყდა რუსული მედია საშუალებებშიც ერთი სიტყვით რუსული პრესა ბაჯაღლო ტელევიზია სასამართლო სახელმწიფო სტრუქტურები ერთობლივად ოპოზიციის გასაშავებლად ბოდიში თქვენთანა დიდი დედის ტრაქს იტყნა მე რა ეს მარტივი კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ქალბატონმა ასაკოვანმა ერთი სიტყვით ქართული ოცნება რუსეთის ყველა დაკვეთას პირნათლად ასრულებს ამ 8 წლის განმავლობაში ერთი გადაცდომაც არ ქონიათ ერთი სიტყვით მეგობრებო ძვირფასო ტელემაყურებლებო სუფრასთან რომ დასხდებით საქართველოს სახელმწიფო სადღერძელოს ნაცვლად აწი უნდა თქვათ საქართველოს გუბერნიას გაუმარჯოს ოღონდ ის პატრიოტული მუხტი არ დაკარგოთ სუფრას უხდება პატრიოტული მუხტი ხვდებით ეს გარეთ არ გიყვართ ეს პატრიოტობა იმიტომ რომ ყველა ჩვენი საქმე გვაქვს მაგრამ თორე სუფრასთან უნდა ვაზანზარებდეთ ყველაფერს ეს არის მთავარი ეს არის აუცილებელი მე ვფიქრობ ჩვენი ქვეყანაში როცა ცხოვრობ ასე უნდა იყო პატრიოტულად უნდა იაზროვნო სუფრასთან მიუხედავად ყველაფრისა ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო ნიკა მელიას დაკავება დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად მელია ნაციონალების სათაო ოფისშია გამაგრებული ისინი შიგნიდან ჩაიკეტნენ და სპეცრაზმის შეტევის მოლოდინში იყვნენ რომ უეცრად წამოეწიათ პრემიერის გადადგომა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო ყველაფერი გამიგია მაგრამ ადამიანის დაკავება გადაიდო ეს რაღაცა აი ძალიან უცნაურია გადაიდო რა კონცერტია თუ რომელიმე რაღაცა სამსახურის კორპორატიულია თუ რა გადაიდო ამ ლოგიკას თუ მივყვებით შემდეგი განცხადება იქნება უამინდობის გამო მელიას დაკავება გადაიდო ან პანდემიის გამო მინისტრის ბიჭის ქორწილი და მელიას დაკავება გადაიდო აი რაღაც ესეთ განცხადებებს აკეთებენ მოკლედ მელია ნაცების ოფისშია გამაგრებული იქით ოცნება ირაზმება ქვეყანა არის სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე ამ დროს ისმის კითხვა სად არის საქართველოს პრეზიდენტი მინდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას უთხრა რომ არსებობს რაღაც მომენტები ქვეყანაში რა დროსაც შეგიძლიათ ხოლმე რომ ერთჯერადად ინტერნეტი და ტელევიზორი ჩაურთოთ ან თუ არ ურთავთ გამოიყვანეთ HR-ზე მაინც დასვით იქნება ვინმე გამვლელი გამოელაპარაკოს და უთხრას ამ ქვეყანაში რა ხდება რომ იცოდეს ქალმა უხერხულია გახარიას გადადგმა და ნიკა მელიას ვერ დაპატიმრება წესი ხო უნდა იყოს ოპოზიციის გამარჯვება მოდით ნახოთ ამ ყველაფრის შემდეგ რა განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში რომ მე ყველა ერთად დაგვიჭირო და ძულებში დაგვამპრიოს ჩემ თვალში ალეკო არის ქართული პოლიტიკის ბეთმენი
ბეთმენი ადამიანი ღამურა. ნუ ჰოლივუდური კომიქსების მიხედვით არა. აკაკი წერეთლის მიხედვით, ნუ ეს ჩემი აზრია. საიდან ალეკოს ამხელა ამბიცია გეკითხებით? ეთყობა იმ მეორეს იმედი რომ აქვს, იმიტომ არის დიდგულზე. ის იოსელიანი სერიოზულად პატრონობს მაგას ალეკოს. ის ხომ პოლიტიკური როტვეილერია, ჯერ წყნარად არის. და მასში მხეცმა თუ გაიღვიძა, მე გირჩევნიათ მოერიდოთ პირველი ოპოზიციონერს გაგლიჯავს შუაზე. თან ხო იცით მე რას აკეთებს? თუ ოპოზიციონერს გამოსდო კბილი, კი არ უშვებს, დგება და ეგრევე პარლამენტში მიათრებს. თან ფიზიკურად აზიანებს და თან პარლამენტში შეთრევით იმიჯურად ანგრევს. ერიდეთ მაკაც, ეგ ვინ არის? ეგ ვინ ცხოველი დაიბადა, ვისაიდან მოიყვანეს. მოკლედ თავრობა ვერ მართავს პანდემიას, ქვეყანა ფაქტიურად დახურულია, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც დაემატა პოლიტიკური მწვავე კრიზისი, ვითარება დაძაბულია. ამ ყველაფრის მიზეზია ისიც, რომ გერმანიაში დასაქმების სურვილთა რიცხვი ისეა გაზრდილი, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 53,000 ადამიანი დარეგისტრირდა, ანუ შეავსო განაცხადი. ხალხს მასობრივად სურს ქვეყნის დატოვება. ხედავთ, როგორც კი საზღვარგარეთ დასაქმების შანსი გაჩნდა, ქვეყნის გასასვლელთან რიგი დადგა, ძვირფასო მეგობრებო. ეს დიდი რიგი, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ხალხს დაეუფლა ნიჰილიზმის გზნობა. ხო და მე მინდა მივმართო ამ დიდ რიგში მდგომ ადამიანებს. ქართველებო, ჰეი ქართველებო, ჩემო მოსახლეობამ, ჩემო ქართველებო, ბოლო ვინ არის მან? ბოლო ვინ არის? ვინმე არის ბოლო მან? ვინ არის ბოლო? თქვენს მერე მე ვიქნები თუ შეიძლება. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკაროს აპონენტს. ვენდით ამუნაყენებში